რაღაცა გვაქვს გაკეთებული, რაც შეიძლებოდა 3 წლის განმავლობაში მოსწრება ჩვენი ბიუჯეტის და ჩვენი შეიძლება ითქვას მცირე ბიუჯეტის გათვალისწინებით. და ეს რო არა სწორი მენეჯმენტი ვერ გაკეთებოდა. ადვილად არ იძლევია საერთოდ ამ სერტიფიკატს ეს ქალაქის მონაცემებით და მისი რაღაც გადადგმული ნაბიჯებით ხდება მის შეფასება და დიდი წარმატება იყო, როცა ქალაქს მიენიჭა ეს სერტიფიკატი. უარყოფით ის ქვემოთ თუ არსებობს აი მის შეფასება შეიძლება რომ დავწეროთ, იმიტომ რომ ნამდვილად არაეფექტური იყო დღევანდელი ხელისუფლება, ახლანდელი ამჟამინდელი და არაადეკვატური მოთხოვნების მიმართ, რაც ქალაქის მიმართ გაჩნდა და ფაქტია, რომ ქალაქის როგორც ასეთი წინსვლა განვითარების რეალურად დაპაუზება კი არა, უკან სვლასთან ჰქონდა საქმე. არც ისე არის საქმე ისე ბნელად, როგორც უნდა წარმოადგინოს ოპოზიციამ, მაგრამ არც ისე კარგად ჩვენ რო გვიდოდა და გაგვეკეთები. აი ეს სერტიფიკატი იქნა მიღებული, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამუშაო პროცესი იყო გამართული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩართული იყო ყველა სამსახურები, რა თქმა უნდა, არ არის ეს ერთ პიროვნებაზე, მოდი ასე ვთქვათ, ერთ ადამიანზე დამოკიდებული, უბრალოდ მთელი სისტემა, რადგანაც შეფასდა დადებითად, აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ მიანიჭა აღნიშნული სერტიფიკატი ქალაქ ქუთაისის მერიას. პირდაპირ 2016 წლის შემდეგ რა შეიცვალა, შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 2016 წელს როცა სერტიფიკატი მიიღო მერიამ, გათვალისწინებული იყო ის საკითხები, რაც 2014 წლიდან მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ქალაქის ხელისუფლებამ აქვს ხელისუფლებაში 2014 წლის, აი იმის შეფასება, ღირსეული შეფასება იყო ის სერტიფიკატი, რაც ქალაქის თვითმმართველობამ მიიღო. მერიამ მთლიანად გადავიდა ელექტრონულ მომსახურებაზე. თავად საქმის წარმოებაც არის უფრო ეფექტური, მოსახერხებელი, ნაკლები დრო იხარჯება და მოქალაქეებს, როდესაც აქვს სხვადასხვა პრობლემები და მოდის, ნებისმიერ სამსახურს შეუძლია მყისიერად გააკეთოს, მოახდინოს რეაგირება. თუ ეს ხელისუფლება კარგი იყო, მაშინ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს ხელისუფლება დარჩეს, ხო? და უკვე ისეთი რაღაც მორალური აზრები დადის, რომ სრულიად ახალი გუნდი მოდის ქუთაისში. ეს პირდაპირ ტესტი იმისა, თუ როგორ მუშაობდა, თქვათ, ადგილობრივი თვითმმართველობა. ქალაქის ხელისუფლების პრეროგატივა, როგორც ჩანს, არის მხოლოდ ის, რომ საკუთარი კეთილდღეობა მოიწყოს. ხებრას მე არ მეხება. შარშანობდა დამთავრებული იყო და წელს არ დამთავრდა აბაბის ეხება. ისე შეიძლება მთელი ესე გაგრძელდეს წლების განმავლობაში, ხო?